ხო, აქეთ გავაკეთოთ ის, რომ ხო, unity შეგვიძლია შევწყვეტ. ხო. ანუ დაპაუზების დროს კი ეს ჩანს, მაგრამ როცა shop-ში ხარ, დაპაუზებ უკან არის. ის პაუზის პანელი. კანვას ჩამოვშალოთ და პაუზა სადაც გვაქვს. ან shop პანელი გვაქვს პაუზას პაუზ პანელის დაბლა. და მაღლა ავიტანოთ, რაც ნიშნავს, რომ კანვასში ქვედა ობიექტები ეფარებიან უფრო წინ არიან ვიდრე ზედა ობიექტები რა და პაუზა უფრო წინ იქნება ახლა ვიდრე shop პანელი. ახლა რო ჩავთოთ. მე პაუზა ისედაც შევით. ხო, ოკეი. პანელამდე. ოკეი. მახშებთან თუ შევმოვე. ეს მუშაობს. კაი. ახლა როცა დაპაუზებულია, კი არა და როცა shop-ში ხარ, გასროლა შეგიძლია რა, ეხლა ისრების რაოდენობა აღარ მაქვს. აიცა. ეს კიდე ჰაერში რო კვდება ზოგჯერ, ეგ გავასწოროთ კიდე. აი 7 coin-ი მაქვს. თქვათ 2 ცალი ვიყიდოთ. 1 დამჭა 2 ეროუ მაქვს. არა, ეხლა shop-ში როცა ვარ, აი გავისროლე. მას ჩემთან მაინც ეფარება პაუზ პანელი. ანუ პაუზ პანელი უკან არის? ვიდრე shop პანელი? ხო. ნახე, აბა კარგად კანვასში ნამდვილად დაბლაა? პაუზა უნდა იყოს დაბლა. უნდა იყოს დაბლა. ხო, ანუ დაბლა ობიექტები ეფარებიან მაღლა ობიექტებს. ეგრე არის აქ აკეთებული, რომ კანვასში ობიექტი რაც უფრო დაბლა გაქვს, მით უფრო წინ არის რა. ახლა აი, ახლა შევიდეთ script-ში. და რა ქვია იმას player interaction, ხო? მაგ script-ში უნდა შევიდეთ. ხო. რო ის გავთიშოთ ხოლმე shop-ის დროს ეთექი რო არ მუშაობდეს. მომენტი მუშაობდეს. რა მომენტით რა უნდა შეცვალოთ? ან ისე ხო გვაქვს აკეთებული, რომ თუ გამოხვალ ქრება ის shop-ი. ანუ თუ გადაადგილდები და გამოხვალ იმ არეალიდან მარტო ეთექი გავთიშოთ რა. როგორ გავთიშოთ, აბა? ის რაღაცა ხო დავწერეთ აქ ადრე. Space shooter-ში. მაგის კოდი. რის კოდი, აბა? აი script-ი რო აღარ იმუშავებს. ხო, ანუ script-ი ჩავაქროთ მთლიანად და აღარ იმუშავებს. დიახ. ხო და ეგ არის, როცა ეს ვაჭერთ და ახლოს არის, აი აქ shop პანელი აქ იმაშובה. ინთება. ამიტომ აი აქ player text-თან წვდომა გვაქვს, აქ კი, player text script-თან წვდომა გვაქვს. მაშინ აქ ეს რო დააჭერ, აქ ჩავწეროთ, რომ player text script წერტილი enabled უდრის false. და იგივე, ოღონდ აქ q-ს რო დააჭერ, q ხო გათიშვა არ? enabled true-ზე რო დაბრუნდეს, რომ აღდგეს ეთექი რა. ეთექის მთლიანი სკრიპტი აქტიური გახდება. აქ ქრება და აქ კიდე აინთება ისევ და იმუშავებს. მაგრამ ეს იქაც უნდა ჩავწეროთ on trigger exit-ზე. აი აქ shop პანელი რო ქრება. ამ დროსაც დაბრუნდეს player text script-ი, იმიტომ რომ შეიძლება q-ს საერთოდ არ დააჭირო. და ისე გამოხვიდე იმ არეალიდან რა. ამიტომ shop პანელი წერტილი set active false რო გვიძლია, მაგის ქვეშ უნდა დავწეროს, რომ ჩაიყო, ხო? კი.
shop პანელი ჩაქურება და ეს კიდე აინთება ეს სკრიპტი ისევ აღდგება. Etext script-ი ისევ იმუშავებს. დავწერებს. Okay, დავასაივოთ და შევამოწმოთ, აბა. ეხლა ერთი ის არის ხომ აქ? აი, არ მუშაობს არაფერი. ეთიკებიც არ მუშაობს. არანაირი, არც გაისროლა არაფერი. გამოძრავება მუშაობს. ეხლა აღდგა ისევ shop panel რო ჩავაქვრე, ისევ იმუშავა იმან, გასროლა, მეგეც შეამოწმე. ასმოიც ჩვენთანაც გავტესტო გიან ჩაიგო ერთება ჩვენთან და ხო. არა უშ, მენდი გატესტო. არშევ. კაი. მოდი ახლა players-ზე დაგვრჩა ჩვენ, მოდი ჯერ ის გავასწოროთ. ხაერში რო კვდება ზოგჯერ. ეგ როცა ზევით ხტება, აი იმ text რო აკეთებს რა, ზევით ახტომის. მე ზოგჯერ ხაერში. ასენთან ბაი არ მუშაობს. რანაირად. საკმარის coin-ი არ გაქვს ეტყობა. რამა? ხო მუშაობდა. მოიცა? ორზე მუშაობს. რაზე? ეტყობა ზუსტი რაოდენობა არ მაქვს, მაგით არ მუშაობს. ხო, coin-ების რაოდენობა თუ არ გაქვს, საყიდელი, მაგითო არ მუშაობს. არა, ზუსტი რაოდენობა. როგორ ზუსტი რაოდენობა? აი 9 ხო მაქვს და 9-ით ხო ზუსტად 3 უნდა მოგივიდეს. ხო, და არ მოგდის? არ მომწონს. მაშინ აქ ის არ ჩაგიწერია. აი აქ მეტიან ტოლია რო ჩავწერეთ. Coin amount მეტიან ტოლია item amount-ს. Item amount-ი გამრავლებული 3-ზე. რომელ სკრიპტში? იქ interaction-ში, buy-ში, buy item რო გვაქვს ფუნქცია. აი აქ გიწერია ალბათ მეტია. ეს მე მეტია მიწერე. ტოლობა დაუმატე და იმუშავებს ტოლსაც. და გაგინულდება coin-ები მაგდროს. აუ, ტექსტი უნდა გაგვეკეთებინა კიდე საკმარისი რაოდენობა რო არ გქონდა, მაშინ რო გამოჩენილიყო, ხო? ხო. კაი, მოდი ეგ გავაკეთოთ, მაგრამ ახლა shop-ში ვართ. shop panel-ი გამოვაჩინოთ დროებით. და შიგნით შიგნით შევქმნათ ტექსტი, მარჯვენა ღილაკი shop-ზე, UI, legacy. მას shop-ზე თუ shop panel-ზე? და ტექსტ. shop-ზე, აი შიგნით ჩავარდეს ესეც, რავი, არ აქვს მნიშვნელობა. ტექსტი შეიქმნება, ამას დავარქვათ pop-up text. Pop-up-ი ან რაც უნდა გამოჩნდეს რა უცებ. ქვევით მივაწებოთ alt-ით და მე გავამოძრავოთ. ქვევით რატო? ქვევით ამოვარდეს რა, buy-ს როცა აჭერ, buy-სთან იყოს რა ახლოს. buy-ზე ხო უნდა გიწეროს, რო ვერ ყიდულობ. rect tool-ით ცოტა იმას ვქნათ. და რა დავწეროთ? Not enough coins. ცენტრებზე გადავიყვანოთ. აქ ფონტი შევუცვალოთ.
ბოლდზე შეგვიძლია გადავიყვანოთ და ფერი იყოს წითელი. და გავზარდოთ 1.25 მაინც იყოს რავი. 25. ой, მოიცადე 300. 25 მინდა. 25 ბევრია 20. ოკეი. მაგრამ რაღაცა ბოლდზე მე მგონი კარგად აღარ ჩანს. ხო, ნორმალი ჯობია ბოლს. კარგად აღარ ჩანს მერე და. ხო და რა შეგვიძლია, იცი? რამე ანიმაციასავით უბრალოდ გავაჩინოთ. რაღაც ანიმაცია შევუქმნათ და თავიდან გამჭვირვალე იყოს და მერე გამოჩნდეს რაღაც fade რო კონდეს რა. გაკეთეს? მოწამავს. ისე აქ თეთრი უფრო ჩანს. მე წითელი დავწერე. იყოს წითელი. კაი. ახლა ამას შევქმნათ ანიმაცია. Animation-ში გადადი. Pop-up text-ი მონიშნული გვაქვს და დავაჭიროთ creates. ანიმაციასაც დავარქვათ pop-up text. და save. ასეტებში შეინახავს, ოკეია, მერე გადავიტან სადმე. ისე რო იყოს აი რო გამოჩნდეს და მე აი ნელ-ნელა ზევით რო წავიდეს და თან რო გაუფერუნდეს. აჰა, რაღაც ეგეთი გავაკეთოთ, მეც ეგრე ვფიქრობდი. აქ დავაჭიროთ ჩაწერას. გადავიდეთ move tool-ზე. თავიდან იყოს ცოტა დაბლა. აი აქედან დაიწყოს რა. და ასევე სადაც დააყენებ, მე მარჯვნივ color-ში რო შეხვალ, alpha, აი R-ო წერია 255-ზე რო აქვს, ეგ გადაიყვანე 0-ზე და საერთოდ გაქრება და მაგასაც შეინახავს რა. ეგრევე გაქრებს? არა, თავიდან იქნება გამქრალი და გამოჩნდება ეხლა. ხო 0 frame-ზე ვაკეთებთ. ეხლა გადავალთ აქ, სადაც 0.25-ზე ჯერჯერობით მე თუ რამეა გავწელავთ და დააბრუნე 255-ზე. აქ alpha. ესეც დაბრუნდება და გავწიოთ ზევით. აი სადღაც აქამდე რო ავიდეს. აბა ნახოთ რანაირია. ნუ ძალიან სწრაფი არის. ეს 0.25-ზე რაც არის, შეგვიძლია გავწიოთ. ის გადავიტანე alpha 0-ზე და ახლა სანდო გადავიტანო? ეხლა timeline-ზე გადადი, სადღაც 1-დან 0-ზე რა, აქეთ, მარჯვნივ. მერე color-ში 255-ზე დააბრუნე. და მაგასაც შეინახავს და მერე აწია ზევით, მაგავე keyframe-ზე. აი რაღაც ეგეთი იქნება. მოიჭედავს მასში. ანუ თავიდან არის ჩამქრალი და ერთ წამში ინთება ბოლომდე. და ესე რო აინთება, ეს ხო ესე დარჩება. და ჩავაქროთ კიდეც რა. ანუ fade out-იც გააკეთოს. ამიტომ აი პირველი 0-ზე რაც გვაქვს keyframe-ები ეს 3 ცალი. მოვნიშნოთ, მოვაკოპიროთ და აი სადღაც მარჯვნივ ჩავაფეისტოთ. რო ისევ იმას ქნას, მაგრამ მე ისევ ქვევით წამოვა. რა იყოს ესე? თუ ზევითვე გავაქროთ. ცოტა ახით გავწიოთ. მე მგონი ზევით გავაქროთ ჯობია. აი აქ პოზიციურად ჩავწეროთ. უფრო კიდე ზევით წავიდეს. აი ესეთი იქნება.
ცოტა კიდე აქეთ გამოვწა. და ყოველ დაჭერაზე თუ არ გექნება საკმარისი რაოდენობა, გამოჩნდება ეს. გაგითა? აუ მე ველოდები მას გაჭიდილი ხარ. მიდიავა. გაჩერებული რაღაც hold-ons რაღაცებს და 3 წუთი 100 არის. ვერ აჭერ ვერაფერს? ეგ შეიძლება უბრალოდ ჩანს ეგ ისა და ცადი აბა გაკეთება რამის. არ შვება? არა, ვერ ვაჭერ. დასეივებული გქონდა? ანიმაციას არ ვიძახი, ანიმაციამდე. და არ ვიცი. აი დაელოდე მაშინ. აი მე მანამდე დავწერ იმას და მე გადაიწერ. აი ეს pop-up ტექსტი როგორ ჯობია მე მგონი ჩამქრალი იყოს თავიდან თვითონ ობიექტი. და რომ დავაჭერ გამოვაჩინოთ. რომ გამოჩნდება, შესაბამისად ანიმაციაც გაეშვება. აი, აბა ვნახოთ. სკრიპტში ხა. buy item ხო გვიწერია და ამას ხო აკეთებს. და ეს ყველაფერი თუ ჭეშმარიტი არის. მაშინ ხო ყიდულობს და თუ აქედან რომელიმე დარღვეულია, ხო ვერ ყიდულობს. მაგრამ მოიცადე ჩვენ აქ ხა ვამოწმებთ იმებს. მითითებული როცა გაქვს მაგასაც, არჩეული როცა გაქვს მაგასაც და coin-ების რაოდენობასაც და ჩვენ ახლა გვინდა მარტო coin-ების რაოდენობის დროს რაოდენობა როცა არ გაქვს, მაშინ ამოაგდოს. ამიტომ აქ if-ი დავწეროთ. და აი ეს შევამოწმოთ. ოღონდ პირიქით. თუ ნაკლები არის. ანუ არ გაქვს საკმარისი რაოდენობა coin-ების, ხო? იმაზე, იმ ნამრავლზე. მაშინ აქ უნდა გამოჩნდეს ის ტექსტი. და იმ ტექსტთან კავშირი ზევით დავწეროთ public text pop up text. და აქ ჩავწეროთ pop up text წერტილი set active, game object წერტილი set active. true. ისე რა შეგვიძლია იცი, თუ ეს დაირღვა მაგალითად. ანუ თუ არ გაქვს არჩეული, დაუწეროთ რომ nothing of coins კი არა, choose item ან რაღაც ეგეთი. და ეს თუ დაირღვევა კიდე amount-ი რომ მიუთითოს, ეგ დაუწეროთ რა. იო. ხო. აი ჯერ ამას გავტესტავ. არ ჩაირთო შენთან ისევ? არა. აი გამორთე მოდი Ctrl Alt Delete დააჭირე და
end task-ით გამორთ. task manager-ში შედი და რომ მონიშნავ იმისთვის end task-ს დააჭირი. არა უშვის ანიმაცია თუ წაიშლება, თავიდან დაამატებ. კაი, აბა გავტესტავ ახლა ამას. რა ჩართოვას Control Alt Delete-ს დააჭირე და task manager-ში შედი. ახლა players რომ მომნიშნავთ, აქ უნდა ჩავაგდოთ pop-up text-ი. ჩამქრალი. და shop panel-იც ჩავაქროთ და ვნახოთ თუ იმუშავებს. რა? ნახე. ჩაწერის გარეშე error-ს აგდებს და ესეც უნდა გავასწოროთ. აი, იმას რო არ უთითებ რა, amounts. აი. not enough coins გამოჩნდა, მაგრამ იმაშება რა ქვია, ლუპავს. კაი, ეს ლუპი რო არ გააკეთოს, აქ შეგვიძლია loop time-ი გავუთიშოთ. როგორც თქვი, აქ უნდა მიუთითო რაღაცა და აირჩიო. Not enough coins. არა მე აღარ ჩანს, აღარ ჩდება, კიდე რო ვაჭერ ბაის, იმიტომ რომ ერთხელ რო გამოჩნდა ეს pop-up text-ი, სულ ჩანს. ამიტომ შეგვიძლია ესეთი რაღაც გაკეთება. unlimited doors-ზე end task ვაწვევი და არ დაელოდე, მონიშნე და end task-ს დააჭირე, დაელოდე, გათიშოს ეს. Pop-up text-ზე აი აქ ჩაწერას დავაჭიროთ და დროებით გამოვაჩინოთ. ჩაწერას დავაჭიროთ და აი აქ ჩავაქროთ რა ball frame-ზე. ჩაქრეს ხოლმე. მოიცადე. არ დაიმახსოვრა ეს. ეტო. არ იმახსოვრებს ამას. ეტო. add property. game object-ის ის არა აქვს. კაი, მაშინ კოდიდან მოგვიწევს. ეს ისევ გათიშული იყოს. გამორთე? ვერო. გაზიარევა. ელენე გამარჯობა. ჩანაწერებს თუ მიყვები, ეგ მაინტერესებს. რამე პრობლემა ხო არ გაქვს? კი, მიყვარს და რამე დახმარება ხო არ გჭირდება? არა ჯერ. ოკეი. თუ რამე მომწერე ნებისმიერ დროს. კარგით მას. გაბრიელ მაჩვენებია. თავიდან რო გაზიარო, რატომაც არ ჩანს შემთან.
ახლა მოიცა. loading საკეთებს და არ ჩანს. თავიდან კიცადება. ახლა მაინც არ ჩანს. და იმ control panel-ში, კი არა, task manager-ში რო შეხვედი რა დაგიწერა. ის Unity editor-ს და მასა რო და აი administrator archer game not responding. end tasks რო დააჭირე ო, და არ გამორთო Unity? არა. ვა. კაი, მოდი გავაგრძელებ მე და იქნებ გამორთოს. ეთყობა რაღაცა ისე გაჭედა, რომ დიდხანს უნდება. არ აქვს. დავასრულებ ამ იმას ხა და მანამდე იქნებ იმასკნას გამორთოს. კაი, ეს რა ქვია. აქ ჩანს ხო გაზიარებული? აქ ჩვენ კი გვიწერია, რომ თვითონ pop-up ტექსტი გამოჩნდეს. მაგრამ უნდა გავაფულსოთ კიდეც, იმიტომ რომ მე ბაისო დააჭერ ისევ თავიდან გამოჩნდეს რა. შეგვიძლია პრინციპში რამე void-ი შევქნათ. disable pop-up text. და აქ ჩავწეროთ ეს false დავთ. და გამოვიძახოთ invoke-ით. წყალებში void-ის სახელი და დაახლოებით 2 წამში რო გაქრეს. ნახოთ ახლა. თქვათ mute-ითე ავირჩიე. not enough coins დაწერა. და თავიდან როაჭერ ისევ წერს. საკმარისი რაოდენობა რო არ გაქვს. მაგ დროს წერს. ახლა ვთქვათ მოვკლათ ეს, აი ეს უნდა გავასწოროთ, რომ ქვევით გაჩერდეს ხოლმე და არა ჰაერში. ახლა მაგ 9 coin-ი, ახლა თუ ვიყიდიაო. ზუსტად 3 წელი უნდა იყიდოს წესით. ოკეი. იყიდა, მაგრამ თან დაწერა not enough coins. იმიტომ რომ აქ ამან რო იმუშავა, მაგის მერე შემოწმდა ეს და მაგის მერე უკვე ის იყო coin amount-ი ნაკლები იყო ამაზე. ანუ იყიდა კიდეც და ესეც გამოაჩინა რა. და ის რო else if-ად გადავაკეთოთ.
ამ შემთხვევაში ეს იმუშავებს, ეს თუ იმუშავებს, ეს აღარ იმუშავებს და თუ ეს არ იმუშავებს, მერე ეს იმუშავებს. ხა გავტესტავ თავიდან. ერთი კოინი მომცა. თქვათ 2 ცალი კოინი მინდა, 2 ცალი ის არის მინდა. იყიდა. ისრებიც მოემატა კოინების დააკლდა და ახლა რომ უნიშნავ და 2 მიწერია, წესი თუ აღარ უნდა იყიდოს, ხა ბაისო დავაჭერ not enough coins უნდა დაწეროს, კი. მეგარი. ისევ ისეა გაბრიელ? არ გაითიშა? ვა. ისმინე, მან task manager-ში ბევრი unity editor-ი ხო არ არის? თუ ერთი ცალი არის. ერთიო. და თავიდან რომ მონიშნო და კიდე end tasks დააჭირო, ცადე? კი. არ ვიცი, რატო გაჭედა ეგრე. კაი, მოდი ახლა ეს გავაკეთოთ, რომ ეს ზოგჯერ ჰაერში რო კვდება. ახლა კი არ მოკვდა, მაგრამ წეღან მოკვდა ჰაერში. ჰაერში იმიტომ კვდება, რომ სად არის hammerman script-ი. სადაც კი არა და enemy hills. სადაც კვდება. აი აქ. rigid body გადადის static-ზე და მაგრამ ჰაერში თუ არის, ეგრევე გადადის. ეს როგორ მოვაგვაროთ, აბა? ჩვენ კოლაიდერსაც ვაფოლსებთ აქ. ანუ ესეთ რაღაც რო გავაკეთოთ რა. on collision enter-ზე. თქვათ ჰაერში თუ მოკლავ, რო ჩამოვარდება და ground-ს შეეხება, მაშინ გავაჩეროთ. ანუ ეს ორი რაღაცა აქ სიკვდილისას რო გვიწერია. აი ეს box collider-ის გაფოლსება და static-ზე გადაყვანა. გაჩერება, ანუ გაშიშება. უნდა გავაკეთოთ, როცა ground-ს შეეხება, როცა მოკვდება და ground-ს შეეხება. ამიტომ აქ დავწეროთ სულ ქვევით, ან რავი, მნიშვნელობა არ აქვს, on collision enter 2-დე. შევამოწმოთ ground-ის tag-ი მე მგონი გვაქვს ჩვენ. სად არის? ground-ის layer-ი გვაქვს. შეგვიძლია layer-ზე შევამოწმოთ. collision წერტილი game object წერტილი layer თუ უდრის აქ ოღონდ სახელი ანუ string-ი არ მიეთითება, აქ უნდა მევთითო აი რომელ ინდექსი არის რა. ახლა სამიანი ხო აქვს ინდექსად ამ grounds. შესაბამისად აქ თუ 3-აზე შევამოწმებთ, ნიშნავს რომ layer-ი უდრის თუ არა grounds, იმიტომ რომ მესამე layer-ი არის grounds layer-ი. მაშინ ეს წამოვიღოთ აქედან. collider-ი რო გავუფოლსდეს და rigid body რო გადავიდეს static-ზე. ოღონდ მარტო ეს ხო არ გმარა, ეხლა ეს ეგრევე იმუშავებს, თამაში თავიდან რო დაიწყება და ეგრევე მოხდება ეს და ეგ არ გვაწყობს, ეს უნდა მოხდეს, როცა მკვდარი არის. მკვდარზე რო შეეხება იმას რა. grounds. თქვათ ჰაერში თუ მოკვდა, ჩამოვარდება და grounds რო შეეხება, გაჩერდება. და ეგ ჩვენ აქ არანაირი ის არ გვაქვს, ხო? ნუ health-ით შეგვიძლია პრინციპში შევამოწმოთ.
ხო. აქ ამასთან ერთად შევამოწმოთ health. Health თუ ნაკლები ან ტოლი აქვს მაგროს 0-ზე, როცა ground შეეხო. მაშინ მოხდეს ეს. მანამდე ჩვეულებრივად ground-ს რო შეხება, ეს არ იმუშავებს, იმიტომ რომ მაგროს health მეტი ექნება 0-ზე. როგორც კი მოკვდება, ჩამოვარდება და ground-ს შეეხება, მაშინ მოხდება ეს ყველაფერი. აბა ვნახოთ. ხა ისე უნდა ვქნა, რომ higher-ში მოკლა. აიცა. მე რამდენი ეთეკი აქვს ამას? სად არის hammerman-ი? ეთეკი 4 არის, ზევით რო ხდება. hammerman script-ში ეთეკ 4-ს აკეთებს. აქ აქ ჩავწეროთ 4 და 5 და სულ მე 4-ს შეარჩევს ხოლმე და ეთეკ 4-ს გააკეთებს, რო გავტესტოთ მარტივად. ვახ. თავიდანვე უნდა მოვარტყარო. აი. მაინც არ ჩამოვარდა. რატო? ეს სკრიპტი დავასეივე. მაინც არ ვარდება დავლა. ეს რო false-დება აქ მაგიტა ხო არა? poison damage-დან გადმომიტანია მე ეს. და არა ჩვეულებრივი damage-დან. ხო, ესეც არ ჭირდება მაშინ. ჩვეულებრივი damage-ში მოწამეშალა ესენი. და poison damage-ში ისე პრინციპში შეიძლება poison damage-ის დროსაც higher-ში მოკვდეს. რავი, შეიძლება ახტეს მაგროს, როცა poison damage-ი მიმდინარეობს და მოკვდეს და. ხო. ეხა გამოცურდა აქეთ, იმიტომ რომ როცა ახტა რაღაც force-ივით ხო მოქმედებს მაგაზე. და ამიტომ აქ ესეც უნდა გავაკეთოთ. რაიმე velocity თუ აქვს მინიჭებული, გადავიყვანოთ vector 2.0-ზე, რომ განულდეს. რამე აჩქარება თუ აქვს, განულდება რა, რომ ეგრევე გაჩერდეს. მაინც მისრიალებს. ოკეი. და მუშაობს მე მგონი და მაგიტო. მოიცადე, აბა ამას წაუშვი დროებით. და ვნახოთ შეიძლება მან ქრება სკრიპტი და მე ის on collision enter-ი აღარ მუშაობს. და შეიძლება ეგ სკრიპტის ჩაქრობაც on collision enter-ზე გვაქვს გასაკეთებელი. არა, მაინც შუ. moves აგრძელებს რადომას და მაგას ხო ვაფოსებთ ჩვენ აქ. შეიძლება რომელიმე იმას ეხება?
აი ამათ ეხება შეიძლება თავისი ის რო აქვს პოინტები point left and point right ეხება რომელიღაცა შეიძლება და მაგ დროს ხო მე ვეუნებით რომ იმოძრაოს მაშინ რომ მოკვდება point left-სა და point right-ი ჩავაქროთ რა ან მოიცადე Hammerman script-ში მე მგონი გვაქვს ეგ point left და point right ეგრე მახსოვს არ გვაქვს არ ქონია detect player-ში ხო არ გვაქვს კი detect player-ში გვაქვს როცა ახლოს არის პლეიერი და დაინახავს პლეიერს მაგ დროს ვაქრობთ თითმა ამას და მაგიტო კაი მაშინ detect player-საც შეგვიძლია პრინციპში რომ დაუკავშირდეთ აქ სად არის სიკვდილის დროს უნდა ვქნათ ეგ detect player script-თან კავშირი არ გვაქვს აქ ამიტომ ზევით დავამატოთ public detect player script detect player script და აქ ჩავწეროთ detect player script წერტილი point left წერტილი set active false და იგივე გვინდა point right true რა ჩავწერე ახაც false მოდი ამაზეც ეგრე ქნას და poison damage-ს გადავიტანოთ ეგ რა მაგ დროსაც გაფულსდეს ხოლმე რავი თუ ამის ბრალი იყო წესით ამის ბრალი იქნებოდა მოიცა detect player-ი უნდა ჩავგდოთ აქ detect player-ი არის ამის შვილი ვა მაინც აღძელებს მოძრაობას და ესენი არ ჩაქრა ეტო ეხა ქრება და სიკვდილის მერე პირიქით ინთებიან ესენი და რატო ამათი ჩაქრობა რა წესით მაგრამ ხო შეიძლება შორიდან მოკლა და მაგიტო ვიფიქრე რომ ეგ ჭირდება თქო მაგრამ ეხა მაგათ გარეშე მაგ ჩანაწერის გარეშე გავტესტავ თუ მაინც გამოჩნდნენ ესენი point left და point right ექსიც აკეთებს ავარაუდოთ და მაგიტო კაი ეს პრინციპში დავტოვოთ და საჭირო არის მაგრამ აი ამას აკეთებს რა სად არის აქ არა ვont detect player-ში გვიწერია რომ on trigger exit-ზე moving-ი true გახდეს და run-ი ჩაირთოს და ესენი გამოჩნდნენ რა და ეს რო ყვდება მაგ დროს ხო კოლაიდერს უქრობთ მერე ჩვენ
და მაგროს ექსიც აკეთებს. ანუ გადის ამის კოლაიდერი პლეიერის კოლაიდერიდან და ეს მუშაობს რა. ხო და აქ მაშინ უნდა შევამოწმოთ ესეთი რაღაცა, რომ on trigger exit-მა მაშინ იმუშაოს, როცა ცოცხალია. მერმენი არ გვინდა enemy health. არა. enemy health-თან კავშირი არ გვაქვს. დავუკავშირდეთ მაშინ public enemy health script და შევამოწმოთ enemy health script-ის health-ი თუ მეტი არის 0-ზე, მაშინ იმუშაოს ამ. და როცა მეტი იქნება და პლეიერი ანუ თუ ცოცხალი იქნება მოკლედ და პლეიერი მაგროს დატოვებს, მაშინ იმუშავებს. მარტო როცა მოკვდება და მაგროს დაექსიტდება, მაშინ უკვე აღარ იმუშავებს წესით. აბა ნახოთ. ეს point left point right-ი ჩამქრალი არის. ამანაც იმუშავა, მაგრამ ერორი ამოვაგდო რაღაცაზე. enemy health script-ში არაფერი არ ჩავაგდე. სად არის detect player-ში. enemy health script-ში ჩავაგდოთ hammerman-ი, იმიტომ რომ hammerman-ზე გვაქვს მიბმული ეგ. ჩამოვარდა, დაიცა და მერე მოკვდა. კაი. ახლა ამას დავაბრუნებ. ერთი და იგივე ეთიკი არ აკეთოს სულ. 1-დან 6-მდე, ხო? 5 არის ბოლო და აქ 6 რო ვწერთ, ამის წინას არჩევს მაქსიმუმ და მაგით. კაი, გაბრიელ ისე ვისია? იო. ვა. თუ გინდა, რავი, კომპიუტერი რო გადატვირთო? რავი. იო. რავი, თუ გინდა დაარესტარტე და მერე შემოდი. ხო, არა მე რამდენი გასაკეთებელი იქნება. ხო, მაშინ ჩანაწერს უნდა უყურო მერე. Okay? იო. კაი. ეგრევე ავტვირთავ, რო დავასრულებთ და კაი, ხა კიდე რა გვაქვს გასაკეთებელი აქ? გადავტვირთავ და ვნახავ. ხო. ოკეი, ახლა coin-ი მაღლა დარჩა, სავარაუდოდ მოხვდა იმას და მაგიტო. თავზე იცემა, იმიტომ რომ იმის კოლაიდერს ჩვენ ცოტა გვიან ვაკრობთ ახლა და მაგიტო. მაშინ ესეთი რაღაც გაკეთება შეგვიძლია ამისთვის. Hammerman-ს ხო აქვს თავისი ლეიერი, enemies ლეიერი. Coins-ად შევქმნათ თავისი ლეიერი და მაგათ შორის შეხება გავთიშოთ. ან მეორე ვარიანტია, რომ coins კონდეს trigger collider-ი, მაგრამ ჩვეულებრივი collider-ი უკვე აწყობილი და უფრო მარტივი იქნება, რომ coins თავისი ლეიერი შევქმნათ. Coin მე მოვუნიშნოთ ეგ ლეიერი და
მარცხნივ edit-ს რო დავაჭერთ და project setting-ში გადავალთ. აქ გვინდა physics 2D და ეს მატრიცა რო არის აქ უნდა გავთიშოთ coin-ისა და player-ის გადაკვეთის player-ის კი არა, enemy-ის გადაკვეთის წერტილი. აი coin-ი არის ზევით, მარცხნივ enemy და მაგათი გადაკვეთა არის ეს. ანუ ეხა enemy და coin-ი აღარ შეეხებიან ერთმანეთს. ჩვენ აღება ისევ შეგვიძლია. კარგი, ეხლა გვაქვს ჩვენ defend-ი გასაკეთებელი იმაზე players. აქ ანიმაციებში defend-ი ჩაგდებული გვაქვს კი. მაშინ აქ შეგვიძლია პირდაპირ defend-ის ბული შევქმნათ. any state-დან გადავიყვანოთ defend-ზე და defend-დან გადმოვიყვანოთ exit-ზე. defend true გადაიყვანს defend-ზე და defend false-ი გათიშოს. Transcendent შენს ვანებთ. Okay. ახლა ეს რანაირი ანიმაცია ეგ ვნახოთ. ანუ ამას აკეთებს მე რამდენიმე ფრეიმი ერთნაირია და მე მაშინ ესეთი თუ არის ჯობია რომ გავყოთ და ერთი, ანუ რო დააჭერ defense ესე ამაზე გადავიყვანოთ ხოლმე და ამაზე დავტოვოთ და მე ვთქვათ რო ვაუშვებ, მე გადმოვიყვანოთ ამაზე. აი ბოლო ფრეიმები რაც არის. რო გაითიშოს. ეგრე ჯობია. მაშინ ესეთი რაღაც გავაკეთოთ, რომ ამ defense გავუკეთოთ დუბლირება ამ სამკუთხედს. დავარქვათ player defend. Defend-ის დასასრული იქნება ეს defend end ესე ერქოს. loop time-ები გავუთიშოთ ორივეს და ანიმაციაში defense წავუშალოთ ბოლო ფრეიმები, აი უკვე მე-13 ფრეიმიდან იწყებს გაქრობას ამ defend-ის და ამიტომ მე-13-დან აი ბოლო 6 ფრეიმი წავუშალოთ, მოვნიშნეთ და delete. და შემდეგი ანიმაცია. ეს დუბლირება რო გავუკეთეთ, ამის ანიმატორში არ არის, ეს player-ის ანიმატორში, ამიტომ player-ი მოვნიშნოთ, ანიმატორში გადავიდეთ და ეს player defend end-იც გადავაგდოთ აქ. და მე animation-ში რო გადავალთ და players მოვნიშნოთ, აქაც გამოჩნდება წესით player defend end-ი. იმიტომ რომ ამის კონტროლერში ჩაემატა. და აქაც ხო იგივე ის იქნება. ფრეიმები, იმიტომ რომ დუბლირებული არის იმისი. და აქ გვინდა პირიქით, ბოლო 6 ფოტო გვინდა და დანარჩენი მანამდე რაც არის, აი მე-12 ფრეიმიდან პირველ ფრეიმამდე ყველა წავშალოთ. და ეს 6 ფრეიმი მივიტანოთ, რომ ამით დაიწყოს. ეგ არის. ანუ ეს ანიმაცია იქნება გათიშვის ანიმაცია რა, იმ defend-ის გათიშვის. და ანიმატორში მაშინ exit-ზე კი არ უნდა გადავიყვანოთ პირდაპირ defend-დან. ეს წავშალოთ და defend-დან ჯერ გადავიყვანოთ defend end-ზე, ანუ დასასრულზე defend-ის და defend-ის დასასრულიდან გადავიყვანოთ მე exit-ზე. რო გაითიშოს საერთოდ და მე სხვა ანიმაციის გაკეთება შეძლო ან defend-ის თავიდან გაკეთება მაგალითად.
და defend-დან რო defend end-ზე გადადის, მან hexi times t-shot, transition durations 1 ვულებთ და აქ ჩავწეროთ defend false. ანუ defend false-ით გადავიყვანოთ defend end-ზე და end-დან hexi time-ი დავტოვოთ და exit time-ში 1 ჩავწეროთ, რომ სრულად გააკეთოს ანიმაცია და transition duration-ში 0. Condition-ი აქ არ გვჭირდება, იმიტომ რომ defend true რო defend-ზე გადაიყვანს, მაგრამ defend false-ი defend-ის დასასრულზე გადაიყვანს და დასასრულიდან exit-ზე hexi time-ი გვაქვს ჩართული და თავისით გაითიშება. მაგით არ ჭირდება condition. Okay. ახლა გვინდა კოდი. კოდი გვინდა player ethics-ში გავაკეთოთ, მე მგონი ეგეც. აქ cooldown ethic-ი გვიწერია, ხო? რაღაც ესეთი დაგვჭირდება სავარაუდოდ defense-იც. აი როგორც kinetic-ი გვაქვს, can defend-ი შეიძლება დაგვჭირდეს. კაი, ჯერჯერობით სანამ ამებს ჩავწერთ, მანამდე ხო გვიწერია სად არის ethics, void ethics. ეს გვაქვს გამოძახებული update-ში და მოდი აქ ჩავამატოთ defend-იც. ცალკე void ethics-ში დავწეროთ if-ი. მე მგონი f-ით მარტივად ვიზამთ რა f-ს რო დააჭერ defense გააკეთებს და d-ზე კიდევ საჩვენებელი თითი მარცხენა ხელის და equal ოდნავ მარჯვნივ გადაწევ და f-ს დააჭერ. input წერტილი get key down გვინდა, იმიტომ რომ ერთხელ დაჭერით, მაგრამ ერთხელ დააჭერ უნდა დატოვო მე თითი დაჭერილი იმ ღილაკზე, რომ დარჩეს ანიმაცია. კაი, მოდი ჯერ get key down ეწეროს და გავტესტოთ როგორ იზამს. get key down f-ი, key code წერტილი f-ი და აქ anims დაუკავშირდეს set bool defend. ესე დავარქვით ანიმატორში. defend true. და აქ გვინდა else if-ი. სადაც შევამოწმებთ აშვებას. ანუ იგივე გვინდა ოღონდ get key down-ის მაგილად get key up. რაც გულისხმობს თითის აღებას ღილაკიდან. ამ შემთხვევაში გვინდა პირიქით defend false. რომ defend end-ზე გადავიდეს. და end-დან თავისით გაითიშება მერე. კაი, ჯერჯერობით ეს გავტესტოთ. თუ მუშაობს. ვაჭერ და რო ტოვებ, ესე რჩება. ნუ ახლა ოღონდ მუშაობს, მაინც დაკლება. მე გავაკეთებთ ისე რომ არ აკლებდეს და თქვა სტამინა თუ ექნება, ეგ სტამინა დააკლოს ხოლმე, ჩამოაკლოს. ეს მუშაობს. ხო, მაგრამ ნახე რა პრობლემა აქვს. F-ს რო პატარა, აი ძალიან ცოტა ხანი აჭერ. კი არ ტოვებ თითს. როცა ტოვებ, ოკეი არის, მაგრამ აი ძალიან პატარაზე რომ მივაწყაპუნო. მივაჭირო ესე. ანუ ესე სწრაფად აკეთებს რა. ხო და მაშინ ხო არ გავაკეთებინოთ ეს defend-ი, როცა რაღაცა დროით დააჭერ. შეიძლება ათულად დაგვჭირდეს ღილაკზე დაჭერის. ანუ რამდენ ხანს დააჭირე, თითი რამდენი ხანია, რაც გიდევს ღილაკზე რა. რომ ეს სრული defend-ი გააკეთოს. რომ აი პატარა მიწკაპუნებაზე საერთოდ არ აკეთებდეს ამ defense-ს, თორე თან ესე უცნაური არის, თან ძალიან სწრაფად აკეთებს, არც ჩანს თან.
ფრეიმები თლად. დიდხანს რო ვაჭერ და ტოვებთიც ესე მუშაობს და რო უშვებ, მე კარგად აკეთებს ამას. ეგ მოვიფიქროთ, ეხლა გვინდა ესე გასპამმაც რო არ შეგეძლოს. ხო, აი სანამ თან დაასრულებს defense, მანამდე კიდე შეგვიძლია F-ზე დაჭერა და ისე თავიდან იწყებს მერე defense და ეგ რაღაცა cooldown-იც უნდა კონდეს რა, როგორც cooldown attack-ი გვაქვს ზუსტად ეგრე. კაი, ზევით მოდი დავწეროთ header-ი defend იყოს და რა გვჭირდება? public-ული იყოს ერთი can defend თავიდანვე იყოს true defend cooldown-ი გვინდა ასევე float defend cooldown-ი და კაი, ჯერჯერობით ესენი იყოს, cooldown-ისთვის საკმარისი არის. მერე წავიდეთ, ეს cooldown attack-ი როგორც გვიწერია, პრინციპში შეგვიძლია ეს გამოვიყენოთ, იმიტომ რომ გაჩერებაც არის აქ. კაი, ეს მოვაკოპიროთ, თქვათ. cooldown defend, ესე რო ერქვას. can attack-ის მაგირად can defend-ი გაფოლსდეს. moment script-ი ამის დროსაც გაითიშება. და რამე აჩქარება თუ აქ ეგეც განულდება რომ გაჩერდეს ხოლმე defend-ის დროს, defense რო დააჭერ ეგრევე რო გაჩერდეს. მერე ერთი ფრეიმი მოიცდის. მერე ამოიღებს defend-ი რამ ხელაც არის. defend-ის ანიმაცია რამ ხელაც არის მაგ დროს. აქ პირდაპირ cooldown-ი გვაქვს მითითებული. მაშინ ეს აღარ გვინდა. defend cooldown. ეგ მაგდენი დრო იქნება, მერე can attack-ი არ გვინდა, can defend-ი გვინდა. can defend-ი ისევ true გახდება და player-ის movement-ი ისევ აღდგება თავიდან ჩაირთვება. ეხლა ეს cooldown defend-ი უნდა გამოვიძახოთ. აქ თან აქ F-თან ერთად მას შევამოწმოთ can defend-ი. ანუ როცა შეუძლია defend-ის გაკეთება და F საჭერ, მაშინ გაეშვას ეს defend-ის ანიმაცია. და F-ზე როცა აიღებ F-დან როცა აიღებ თიც, მაშინ ხო ეს false-დება. cooldown-ი მაშინ აქ უნდა გამოვიძახოთ. start coroutine cooldown defend-ი. იმიტომ რომ თითის აღებიდან მერე იმ defend end-ზე რო გადადის, ეგ რამხელა ანიმაციაც არის. მაგდენი ხანი მოიცდის და მერე შეგეძლება ახალი defend-ის გაკეთება რა. იმიტომ რომ აქ რო გამოგვეძახებინა ეგრევე გაეშვებოდა დაჭერის დროს ეს და
მაინც შეგეძლებოდა რომ ახალი დიფენს წამოგეწყო, როცა დიფენზე იმყოფებოდი იმ წამს. და ეხლა როცა აიღებთ ის და დიფენდენტზე გადავა, დიფენდენტი რამ ხელაც არის, იმ ხელ კულდაუნი ექნება და რომ მორჩება, მე შეგეძლება ახალი დიფენდის გაკეთება. ოკეი. დავასეივოთ და ვნახოთ აბა. მოის ჩართული მქონე. ანუ აღებიდან კიდევ აჭერ ეგრევეებს და აიცა ხო არ შეუძლია. ასევე ეს ტაიმინგი რო გასწორდეს ხოლმე. აქ ხო ჩაირთო ეს hardcore routine cooldown defend-ი და ყოველ დაჭერაზე ეს თუ ჩართული არის, ახალ დაჭერაზე გამოვრთოთ რა, stop routine-იც გავაკეთოთ. ვნახოთ. რაღაცა დიდი ხანი არის ახლა და ჩერწოს თან პრინტავს ეს cooldowns. ამთელი 5. ყოველთვის ნამდვილი 5 არის. ეგ არის. გაი, სწორად მუშაობს. მაგრამ აი ამას ისე ვაკეთებს, აი პატარაზე თუ მიაწკაპუნებ. და ამ შემთხვევაში მაშინ ვცადოთ მაგის გაკეთება, რომ აქ ზევით რო შევქნათ რაღაცა float-ი. Hold time. დაჭერის დრო რა, რო ტოვებ იმ თითს რო ტოვებ ხილაკს. მაგის დრო. და ეგ გამოვთვალოთ, მაშინ აქ getki down-ი აღარ დაგჭირდება და getki-ზე გადავიყვანოთ, იმიტომ რომ getki მაგ holds გულისხმობს და სულ იმუშავებს. hold time-ი გავუტოლოთ. თვითონ თავის თავს პლუს უდრის time წერტილ delta time. და მოდი ეს public-ი იყოს, რომ დავინახოთ როგორ მუშაობს. ანუ ეს გაუტოლდება თავის თავს პლუს თავის თავი ხო 0 არის თავიდან 0-ს მიემატება ეს დრო რა იდეაში. ეგ იქნება ამთვლელი დროის. მაშინ ეს can defend-ის შემოწმება აქ აღარ გვაწყობს, იმიტომ რომ can defend-ი ხო ეგრევე false-დება. პრინციპში ეგრევე არ false-დება, რომ დააჭერ. ეს can defend-ი მაგროს true არის. რო აუშვებ, მაშინ მოდი აბა როგორ მუშაობს ეს ვნახოთ და ვასეივოთ. Omniscient player-ი და სად არის ethics-ში. Hold time-ი არის 0 თავიდან. ეხლა დავაჭერ. ნახოთ როგორ შეიცვლება. ეგ არის.
მიდის და მიდის, აი 3 წამი მიჭირავს უკვე. ხო, 8 უშვებ უნდა განულდეს. ეგეც დავწეროთ, მაგრამ აქ აშვებაზე გეთქი აფსე, hold time გახდეს 0. მიდის ათლა, რო უშვებ ნულდება. აი ძალიან ცოტა ხნით რო აკეთებ. აი ხან 0.05 არის, ხან 0.04 და ასე შემდეგ და ესეთი რაღაც გავაკეთოთ მაშინ, რომ აქ ხო ემატება სულ ყოველ დაჭერაზე და დატოვებაზე დიდის. და მაგის მერე შევამოწმოთ აქ რომ ეს hold time თუ თქვათ მეტიან ტოლია 0.4-ის სადღაც. ანუ შენ ცოტა ხანი უნდა დააჭირო რა 0.4 წამზე მეტი მაინც უნდა გეჭიროს რომ defend-მა იმუშაოს. აი პატარაზე მიჭერა არ უნდა იყოს საკმარისი იმისთვის რომ defend-ი ჩართოს ხოლმე. 0.4 წამს თუ გაცდა აქ მაგდენი ხანი თუ გიდევს თითი. მაშინ გააკეთოს ესენი. ანიმაციის ჩართვა. ვნახოთ. თანამას შევხედოთ. ო. აი პატარა მიჭერაზე აქ ითვლის, მაგრამ არ მუშაობს საერთოდ არაფერს არ აკეთებს, მაგრამ დიდხანს რო დავაჭირო, აი გააკეთა. პატარა მიწკა ბუნებაზე არ შვება. არა 0.4 წამს როგორც გაუტოლდება, ცოტა შეგვიძლია შევამციროთ ისე 0.3 რო იყოს. პატარა მიწკა ბუნებაზე არ შვება, არც ამ დროს. მაგრამ ცოტა დიდხანს რო დააჭერ, უკვე შვება. ესეც გავტესოთ მოძრაობაში. იცი? მოძრაობის დროს არ ჩერდება. რატო არ ჩერდება? velocity 0 კი გვიწერია აქ. არ ჩერდება მაინც. ამის ბროლი ხო არ არის, can defend-ი ხო არ false-დება სადმე. ისე ამარ რო სულ იმუშაოს. დება ეს ჩამოვიტანოთ აქ შემოწმდეს. შიგნით. რო ამან სულ იმუშაოს რა ყოველთვის. ეთაკის დროს ჩერდება.
პატარა დაჭერაზე ჩერდება. მაგრამ დიდხანს დაჭერაზე არა. პატარა დაჭერაზე იმიტომ ჩერდება, რომ ეს მუშაობს და მაგიტო. კაი, ეგეც უნდა გავასწოროთ, მაშინ hold time აქაც ხო არ შევამოწმოთ ჯერ. კაი, ამას მოვიფიქრეთ. გაბრიელი არ შემოსულა, ხო? როგორ ჯობია აქ გავაკეთოთ hold time-ი არის 0. კაი, hold time აქაც რო შევამოწმოთ თქვათ. hold time თუ აქაც მეტიან ტოლიან 0.3-ზე. აღების დროს მაშინ გაეშვას ესენი. მაშინ გაჩერდეს და მანამდე კი არ განულდეს, ოღონდ მერე განულდეს. დრო ეხლა აი პატარა F-ზე დაჭერის დროს მერე ხო იღებ კიდეც თითს F-დან. და ეგრევე მუშაობდა ეს და ახლა დიდხანს რო დააჭერ, მერე რო აიღებ, მაშინ იმუშავებს მხოლოდ. ვნახოთ. ხო. პატარა მიჭერაზე არ მუშაობს, ხდა არ ჩერდება. მაგრამ ამაზე რო გიდევს თითი და F-იც რო მიჭირავს, ხა ამაზე მაინც მოძრაობს. იმიტომ მოძრაობს, რომ ჩვენ ეს cooldown-ი, ამ cooldown-ს ვიზახებთ up-ზე. და აქ მაგიტო არ ჩერდება F-ზე დაჭერის დროს. ამიტომ გაჩერება უნდა გადმოვიტანოთ აქეთ. სად არის defend cooldown-ში აი ეს რო გვიწერია. აი ეს სამი ხაზი. მოძრაობაც მაგროს უნდა გაითიშოს იდეაში. და can defend-იც მაგროს უნდა გაფოლდეს, ხო? გაფოლდეს. ეს სამი ხაზი მაშინ ამოვჭრათ აქედან. და გადმოვიტანოთ აქ. ანიმაცია რო ჩაირთვება, can defend-ი გაფოლდება, ანუ იმიტომ რომ defend-ს აკეთებს აქ უკვე. ახალი defend-ის წამოწყება არ შეგეძლოს, იმიტომ რომ ისედაც defend-ზეა და მაგროს გაითიშება moment-იც და ისიც მოძრაობაც თუ რამე აჩქარება, ეგეც გაუნულდება. და მე F-დან თითს რო აიღებ,
ეს ხო გაეშვება. და cooldown defense-ი უკვე აქ გვიწერია, რომ დაბრუნდეს movement-იც და can defend-იც true გახდეს. ვნახოთ. პატარა დაჭერაზე არაფერს არ შვება. დიდ დაჭერაზე ეგრევე გაჩერდა მიუხედავად იმისა, რომ დუს ვაჭერ ისევ. ეგ არის. ეგ არის. მუშაობს. კაი, გაბრიელს არც მოუწერია, ხო? ხო, აღარ ჩართო საერთოდ. კაი, დღეისთვის საკმარისი არის დავასრულოთ მაშინ და შემდეგზე enemy slide-ი გვაქვს ასაკეთებელი, რომ player-ისგან გამოსრიალდეს ხოლმე და მერე background-ებიც ჩავსვათ. და ნელა გავიყვანთ ამ თამაშს ბოლოში. კაი, დროებით.